პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. რითიც უნდა დავიწყოთ არის ის, რომ 4-ში დაკავებული ყველა ადამიანი და 4-ის შემდეგ 4-თან დაკავშირებულ პროცესებთან და იმ ლეგიტიმურ საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით დაკავებული ყველა ადამიანი არიან პოლიტიკური პატიმრები და ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ისინი ისეთივე მხარდაჭერას და სოლიდარობას იმსახურებენ ჩვენგან, როგორც ხვები, ვინც აქამდე პოლიტიკური პატიმრების სტატუსი აქვს თქვენთვის მათ. ჩემთვის არა, ზოგადად სამართლებრივად და პოლიტიკურად შემიძლია ნებისმიერ საუხსნა რატო არიან ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები. მათ შორის ირაკლი კობახიძესაც. იმიტომ რომ სინამდვილეში არ დასტურდება არავისთან იგივე სცენარით მივდივართ, არც აი მაგალითად ჯგუფური ძალადობა, რაზეც საუბრობენ. ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ არ იცნობდნენ და არ შეიძლება ზოგადად სახელმწიფოში, სადაც ჩვენ რეალურად ხედავთ არა უბრალოდ ავტორიტარიზმისკენ სვლას, ან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, არამედ რეალური ნიშნებისაც იკვეთება ტოტალიტარიზმის, იქ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერაფერზე ისეთზე, სადაც შეიძლება ადამიანი დააკავონ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის გამო და იქ რაიმე სამართლებრივი მდგენელი არსებობდეს. ეს არის ნონსენსი და მათ შორის ამაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის 4-ში მიმდინარე დაკავებებისა და 4-ში მიმდინარე 4-ის შემდეგ 4-თან დავასრულებ 4-ის შემდეგ 4-თან კონკრეტულად მაგალითად ღობის ინციდენტთან დაკავშირებით ან მოწოდება და ასე შემდეგ სამართლებრივად ამბობთ რომ ეს არანაირ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. რა არის პირველ რიგში უნდა გავითავისოთ ის რომ პოლიტიკური პატიმრობა განისაზღვრება დროსა და კონტექსტში. მე შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ განცხადებას არაერთ кейსთან დაკავშირებით. შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური პატიმრობა დანაშაულის ნიშნებს არ გამორიცხავს, რაც დანაშაულის ნიშნებს რაც გამორიცხავს ეს ინდივიდის პატიმრობა. კი, მაგამდე მივდივარ. არა, პოლიტიკური პატიმრობა დანაშაულის ნიშნებს არ გამორიცხავს. ცხადია, მაგრამ მივდივარ უბრალოდ მაგამდე რომ სინამდვილეში როცა ცხოვრობ ისეთ გარემოში, სადაც არ არსებობს სამართლიანობის არანაირი განცდა, სადაც სინამდვილეში ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება და მათ შორის ქვეყნის შიგნით ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლო არ არსებობს და სახელმწიფო და ზოგადად ხელისუფლება უზურპირებულია. ყველა პატიმარი პოლიტიკურია მაშინ ამ. არა, ყველა პატიმარი პოლიტიკური არის, სადაც არსებობს მკაფიო პოლიტიკური მდგენელი, იმიტომ რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ან ამ პოზიციის მისაღები თუ მიუღებელი ვიღაცისთვის ფორმების გამო არის დაკავებული, ის ადამიანი არის აპრიორი პოლიტიკური პატიმარი და ამასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რასაც მიყვება ერთი ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ევროკავშირი და ორივე მე სტანდარტი დაიცვა საკუთარი განცხადებების დროს, როდესაც ერთი 4-ში ღამე გაკეთდა იგივე კაია კალასისგან განცხადებები და შემდეგ უკვე დღეს ვიღილეთ რომ უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი და ქართულმა ოცნებამ პატივი უნდა სცეს მათ შორის 4-ში მიმდინარე აქციაზე, მათ შორის კაია კალასის განცხადებით. მათ შორის თუ თქვენი მე მოვლენებზე აღქმას ვიქმნი იმის მიხედვით, სადაც ვარ და რაშიც მონაწილეობ, რასაც ვაკვირდები უშუალოდ და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყისიერად განცხადებას აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომ იმ დღეს რომ პოლიტიკური პატიმრობა თქვენი ესენი არიან პოლიტიკის ადამიანები, არიან პოლიტიკური პატიმრები. არა, მე საერთაშორისო სტანდარტით რაც იყო გათვალისწინებული და რასაც მიყვებიან, იმასაც გავუსვი ხაზი. მეორედან მნიშვნელოვანი თქვენ მკითხეთ რა მოლოდინები მქონდა და ზოგადად როგორ შევაფასებდი ამ დღეს. და ეს იყო მთავარი კითხვა. მე ვთვლი რომ ეს დღე პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ ამ დღეს ქართულმა ხალხმა გაუშვა ორი მთავარი გზავნილი ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პირველი ეს იყო რომ მიუხედავად 311-312 დღის რეპრესიებისა, დაკავებებისა, უკანონო დაკავებებისა, შეურაცხყოფების, ზეწოლების და ჯარიმებისა, ქართველი ხალხი უარს ეუბნება ამ ქვეყანაში ღიად პროკრემლისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებას და ამის მოცემულობად მიღებას და ამის მდგენელი იყო 100,000-ზე მეტი ადამიანი რუსთაველზე აქციის დაწყებიდან ბოლომდე. მეორე, ქართველი ხალხი უარს ეუბნება არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობას და მათ აქვთ კონკრეტული გზა არჩეული და ეს გზა გადის იმაზე, რაზეც შეთანხმდა ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და არნახული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის ნაძირლებისთვის ხელის არ ჩამორთმევაზე, იმაზე რომ სინამდვილეში ქართული ოცნება არის ლეგიტიმაციის წინაშე იყო და აქ უკვე წარმატება გვაქვს და ამაში მონაწილეობა რავის არ უნდა მიიღო და ამის მთავარი გამომხატველი იყო ის რომ ლელოსა და გახარიას 200,000-მდე ამორჩეველმა უბრალოდ უარყო საკუთარი ეს ორი პარტია და არ მივიდა ამ არჩევნებს და გამოვიდა აქციაზე არჩევნებად წოდებულ ფარსში. ეს გავაგზავნე. ნიკა, თქვენც რომ ჩართულიყავით და ყველა რომ ჩართულიყო არჩევნებში, ეს იქნებოდა თუ არა უკეთესი. რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ არჩევნები არ შედგა. მაშინ მაინც იყო სხვათა შორის თვითმმართველობის არჩევნები დიდი, ასე ვთქვათ, რაღაც ჰიპერაქტიურობით, აქტივობით ისედაც არ გამოირჩევა. მაგრამ არც ასეთი მინიმალური ძირითადად ქართულმა ოცნებამ დაიკავა. მაგრამ არც ასეთი მინიმალური აქტივობით. ლელოს და გახარიას პრობლემა ის არის, რომ საკუთარი ამორჩეველიც ვერ დაარწმუნეს,
რომ შესულიყვნენ მინიმუმ ბარიერი გადაელახა. მისულიყვნენ არჩევნებში, და თქვა ხმა მიეცა ამათთვის, მაგრამ ეს თქვენ რატომ გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნები არ შედგა? გადასარევად შედგა და ოცნება თელ საკრებულოებში გადასარევად შევა უდიდესი უმრავლესობით. ეს იქნება შედეგი. რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა თქვენი კითხვა და ყველას უპასუხებ. პირველი, თქვენ ახსენეთ, რატომ არ შედგა არჩევნები თქვენი აზრითო. არჩევნები რომ შედგეს და არჩევნები აღიარებულად რომ იყოს ცნობილი, რამდენიმე კომპონენტი უნდა დააკმაყოფილოს და ამის ფუნდამენტური პრინციპი არის ზოგადად როგორც აფასებენ და თქვენ იცით ეს ძალიან ბევრი არჩევნები გაგიშუქებიათ. ორი მთავარი მდგენელი არის, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი გარემო. და არა უბრალოდ კონკურენტუნარიანი ან კონკურენტუნარიანი გარემო და ასე შემდეგ, ან ტექნიკურად როგორი გამართული იყო. საბჭოთა კავშირში ტექნიკურად ისეთი გამართული არჩევნები ტარდებოდა, რომ არც ვერ შეედრება ვერავის, მაგრამ ზუსტად ანალოგიური პრინციპი მივიღეთ, როდესაც დაახლოებით 20-მდე ოლქში იყო ერთი მერობის კანდიდატი და 100%-იანი შედეგი დაჯდა. საბჭოთა კავშირშიც კი შესრულდებოდა. ხა გავაგრძელოთ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ არ იყო, ამაზე თანხმდებიან მათ შორის ის პოლიტიკური პარტიები ლეო და გახარია, რომელთაც ითანამშრომლეს ამ პროცესში და 227 ბრიფინგი ჩაატარეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომ მათ არჩევნებს უყალბებდნენ და კამერებიც კი არ დაამონტაჟებინეს და ასე შემდეგ. ზოგადად გარემო გაუარეს და იმიტომ რომ მიიღეს რეპრესიული კანონმდებლობები და დამკვირვებლებს არ მიეცა დაკვირვების უფლება. გადავიდეთ მეორე პუნქტზე. არ იყო არც ერთი დამოუკიდებელი დასავლური გავლენიანი არც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, არც ქვეყნის დამკვირვებელი. მივიდივარ. შედეგი რა არის? მივდივარ ხომ საკრებულოებში რა შედეგი და თქვენ ხო კითხვა დამისვით რატო ვერ შედგა ეს არჩევნები და მე მივდივარ რატო ვერ შედგა ეს არჩევნები. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ზოგადად დემოკრატიული სამყაროსთვის დასავლეთისთვის არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა საკითხი, თუ ყველაზე წმინდა საკითხი არა და თქვენ გახსენდებათ ერთი ღია ან ვიცი კულისებიდან გამოსული ისეთი ინფორმაცია, სადაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ელჩი, წარმომადგენელი, ევროდეპუტატი ღიად და ცხადად მოგვიწოდებდა ჩვენ რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო. არა, მეტიც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროსაბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესმა, ვისი პირდაპირი მოვალეობაც არის მსგავსი ტიპის არჩევნების მონიტორინგი და ეს პირდაპირ განაცხადეს რომ ამ არჩევნებად წოდებულ ფარგლებში მონაწილეობა იქნებოდა კრიზისის გაღრმავება და მეოთხე და დავასრულებ და მე თქვენ გააგრძელეთ და მეოთხე და მნიშვნელოვანი. და მეოთხე და მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ საბოლოო ჯამში არჩევნები შედგეს ქვეყანაში, ამას ჭირდება ქვეყნის შიგნით აღიარება, რასაც მოაქვს ქვეყნის გარედან აღიარება, ლეგიტიმაცია. კიდევ ერთხელ, როდესაც შენი 200.000 ამომრჩეველი არ მოვა და უარყოფს, რითიც ამაყობდი ერთი წლით ადრე, ეს ხომ უკვე დასტური ამის და ოპოზიციურად განწყობილი. თქვენც ამარჩევნებში ყველანი ერთად ჩართულიყავით და უკეთესი შედეგი გეჩვენებინათ, იმიტომ რომ თბილისი აქილევსის ხუსლი ქართული ოცნების და მათ შორის ბოიკოტის დახმარებით და არჩევნებში მონაწილე პარტიების არასაკმარისი როგორც ჩანს კომუნიკაციით დადგა ის შედეგი რაც თქვენი თავარი ნაწილი ყველა კვლევა იქნებოდა ეს ჩატარებული ლეოს დაკვეთით, იქნებოდა ეს ჩატარებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, იქნებოდა ეს ჩატარებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ თვითინიციატივით, ყველა კვლევა ამბობდა ერთსა და იმავეს, მათ შორის ლეოს მიერ ჩატარებული რომ არათუ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება არ იყო მომხრე იმის, რომ გავსულიყავით ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. შეგახსენებთ, ლელოს მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი მათივე ამომრჩევლის 51% იყო ამის წინააღმდეგი და ეს ლელოს კვლევა თქვენ ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი განწყობები საქართველოს მოქალაქეებმა გაიაზრეს რა ვითარებაშიც იყვნენ და საზოგადოებრივი განწყობები იმდენად იყო შეცვლილი, რომ თუ არჩევნებს მთლიან საარჩევნო პროცესს ნდობა არ დაუბრუნდებოდა, ისინი ვისაც არ უნდა მოეწოდებინეს, რომ ამ აღმერთი ჩამოსულიყო, ისინი მაინც არ მივიდოდნენ ამ არჩევნებს. ბევრჯერ დამისვამდნენ. კი, ვიცი და ბევრჯერ გამიცე პასუხი. ისინი მაინც არ მიიღებდნენ მონაწილეობას და თქვენ გავეცი ამ კითხვასაც ჩემი აზრით ნაწილობრივი პასუხი. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ერთი მთავარი მოთხოვნა და ერთი მთავარი პრობლემა ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. პროცესთან და არა არჩევნების დღესთან დაკავშირებით. მათ სურთ რომ მათი აზრი წარმოდგენილი იყოს ამ არჩევნებზე თავისუფლად, სამართლიან და რეალურად იყოს ასახული. ამის უფლებას ეს გარემო და შეცვლილი კანონები და კოდექსები, რომელიც 2024 წლის დეკემბერში შეცვალეს, თქვენ არ მიიღებთ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებას. სწორად გავიგენი კა? კი, ჩვენ უნდა მივახციოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ პირობებში თქვენ არც ერთ არჩევნებში არ მიიღებთ. ეს არის მნიშვნელოვანი მდგენელი. ჩვენ არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობას. ეს არის საერთოდ. კი ბატონო, მადლობა. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ.